არახალია ჩვენთვის აგენტურის ღალატი და კიდევ ერთი ესეთი მოხალისეობრივი ქმედება PPP არის ეგეთი პარტია, ცუდი პარტია ევროპარლამენტში. მან დააყენა საკითხი სარეზოლუციოდ მოამზადა თემა იმის შესახებ, რომ უნდა დასანქცირდეს ეგრეთ წოდებული ოლიგარქის ბანკი, ქართულ ბანკი და წაერთვას მას SWIFT-დან გაითიშოს, წაერთვას მას უფლება გამოსცეს ვიზა და მასტერკარდები და ასე შემდეგ. პირველი რაც მე შემიძლია ვთქვა ბანკზე, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მე ვარ ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამ თემაზე ბევრ სიუჟეტს და რეპორტაჟს აკეთებდა. ქართულ ბანკი რამდენიმე წელი არ არის ბიზინა იმანიშვილის და მისი ოჯახის საკუთრება. ქართულ ბანკი არის საკუთრება, მეგობრებო, საქველმოქმედო ფონდის. ისევე როგორც პარაგრაფი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქონება, რომელიც ფონდს გადაეცა. საქართველოში არსებული კანონმდებლობით საქველმოქმედო ფონდში არსებული ქონების მიერ უხეშად რო თქვა დაწერილი მოგება არ შეიძლება დაიხარჯოს არაფერში გარდა ქველმოქმედების მიზნებისა. მოგება. ანუ პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მთელი ის ქონება, მათ შორის ქართული ბანკი, ქართულ ბანკის რესურსები, რომელიც აქვს ბიზინა ივანიშვილს, მუშაობს ქველმოქმედებაზე. კანონით არის ესე. ქართულ ბანკს ოპერირებისას უამრავი სიკეთე გაუკეთებია. მთელი ქველმოქმედება, მთელი პროექტები, რაც აქვს ბიზინა ივანიშვილს გაკეთებული, ოპერირება ხდებოდა ქართულ ბანკით. ქართულ ბანკის დახურვა პირდაპირ ეს არ არის ჩვეულებრივი ბანკის დახურვა. ჩვენ ვიცით უცხოური ბანკები, რომელსაც ქართულს ვეძახით. ვიცით მათი საპროცენტო განაკვეთი. ძალიან ბევრი თქვენთაგან უკმაყოფილოა იმ უდიდესი შეღავათებით, რომელსაც ეს ბანკები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სარგებლობენ. იმასაც გეტყვით, რომ ეს ბანკები, არ მინდა სახელების და გვარების, სულ ორი ბანკია. ლონდონის ბირჟაზე მათი აქციების ფასი გაიზარდა 8%-ით. გახსოვთ, რომ გვიგიჟინებდნენ დაეცა ფასები და დაერხა ქართულ ეკონომიკას. ან გაზდაზე, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ ამბობს. აი ამ ბანკებისგან განსხვავებით, წმინდა საქველმოქმედო მიზანი ბანკს არ შეიძლება კანონით ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს რბილად მინდა თქვა, მაინდა-მაინც მკაცრი პოლიტიკა კერძო პირების მიერ არ გასცემს იპოთეკურ სესხებს. ეს არის ბანკები, რომელიც ძირითადად ემსახურება ქველმოქმედებას. აი ამის დახურვა, ამის დასანქცირება, ამასთან ბრძოლა არის ჩვენს ქვეყანასთან ბრძოლა პირდაპირ გეტყვით. როგორც ამ საქმეში კარგად შეხედული ადამიანი და დავემოწმება ის უამრავი ადამიანი, რომელიც ამას უყურებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, IPP-ს დაისიზმრა აქაური აგენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ქვეყნის ღალატისა.